რატომ არ სრულდება რიყის დოქების ისტორია და რა კორუფციული სქემა იკვეთება ამ ტერიტორიის გარშემო, ეს არის საკითხი, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ გააქტუალურდა. რიყის ტერიტორიის განვითარება წინა ხელისუფლების იდეა იყო, ესეც გავიხსენოთ, ქართული ოცნებისთვის კი ეს ადგილი გახდა სამიზნე. თავდაპირველი ინიციატივა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ფაქტობრივად მოიშალა, შემდეგ სახელმწიფომ 7 ჯერ გაიტანა აუქციონზე ობიექტი, რითიც ხელოვნურად დაუგდო ფასი რიყის დოქებს, საბოლოოდ კი ის რუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს მიხიდა. ხიდაშელმა ეგრეთ წოდებული კარტოგრაფების საქმით გაითქვა სახელი და ივანიშვილის ფავორიტი იყო. სწორედ მას რუსულ ოლიგარქიულ წრეებთან დაახლოებულ პირს გადასცა ოლიგარქმა რიყეზე ტერიტორია. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელმა რიყის დოქები დათმო. ვინ იყიდა? ამას თამარ დემეტრაშვილი არკვევდა, თამარ ვის ხელში გადავიდა ტერიტორია. რიყის დოქები ბიზინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას თვალში არასოდეს მოსდიოდა და ახლაც უცნობია რა ბედი ელის ამ ობიექტს დარჩება თუ არა ახალ ფლობას ვალდებულებად იქ სამუზეუმო სივრცის და საგამოფენო სივრცების მოწყობა. თუ რაიმე სხვა დეველოპერული გეგმა აქვს ქალაქის ცენტრში მდებარე უძრავი ქონების მიმართ. ასევე საინტერესოა კითხვა, დგას თუ არა რეალურად ამ გარიგების უკან მილიონერი ეგრეთ წოდებული დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი, როგორც ამას ვარაუდობს კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე. ერთი რამ ცხადია, დავით ხიდაშელი, ადამიანი, რომელიც საკუთარი ეგრეთ წოდებული რუკებით გარეჯის კამპანიის დროს მაშვალ გოლად მოევლინა ქართულ ოცნებას, ქართული ბიზნესი და საბოლოოდ წავიდა ან გაუშვეს. ახალი ფლობელი ყავს. ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქონება მილიონერ ეგრეთ წოდებულ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილთან დაკავშირებულ პირებს მიყიდა. რეესტრის მონაცემებით რიყის დოქების ამჟამინდელი მფლობელი 10 დღის წინ დაფუძნებული შეპესე რიყე დომია. რიყე დომის დირექტორი კი ოფიციალური დოკუმენტებით ბარვენაშვილის ბიზნესწილების მმართველი მიხეილ ტყეშელაშვილია. კორუფციის მკვლევრები საეჭვო გარიგებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ გარიგების უკან რეალურად სწორედ მილიონერი ეგრეთ წოდებული დეპუტატი ბარვენაშვილი იდგეს. რაიმე ტიპის კორუფციულ გარიგებასთან ხომ არა გვაქვს მორიგჯერზე საქმე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს და ბუნდოვანებას იწვევს შემძენის ვინაობაც, ხომ არ არის ეს ეგრეთ წოდებული დეპუტატი, თუ მიზურს უკან დგომის შესაძლებელია სხვა ჯგუფებიც და რა ბედი ეწევა რიყის დოქებს საბოლოო ჯამში. რიყის დოქები სახელმწიფომ 2022 წელს დავით ხიდაშელს 10 მილიონად მიყიდა. თუმცა ისევე როგორც კურორტების ახტალისა და ლიბანის შემთხვევაში ვალდებულებები არც აქ შეუსრულებია. წინა ორი პროექტი რაჭის ტყესთან ერთად მას სახელმწიფომ ჩამოართვა. რიყის დოქები კი თავად გაასხვისა. ისმის კითხვა, დაეკისრა თუ არა სანქცია ხიდაშელს ჩაგდებული პროექტისთვის და შეიცვლება თუ არა მესაკუთრესთან ერთად სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები. 96 მილიონ ლარად შეფასებული ქონება 10 მილიონ ლარად მიყიდა რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილის პარტნიორ დავით ხიდაშელს 20 მილიონიანი საინვესტიციო პირობით, რომელიც უკვე დასრულებული უნდა იყოს და ახლა რიყის დოქებში ღვინის და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა იყოს გახსნილი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი თეთრი არ დახარჯულა. ცნობია, რას უპირებს სახელმწიფო იმ დარღვეულ საინვესტიციო პირობას. შეიცვლება თუ არა საინვესტიციო პირობა თუ დარჩება იქ მუზეუმის გახსნის პირობა. გათავისუფლდება თუ არა შემძენი უკვე დარიცხული პირგასამტეხლოებისა და ჯარიმებისგან, რომელიც უნდა იყოს დარიცხული, იმიტომ რომ წინა შემძენმა ხიდაშელმა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები დაარღვია. ოცნების ოპონენტები მიტოვებულ რიყის დოქებს სიმბოლურად სწორედ ოლიგარქის მმართველობის გამოხატულებად მიიჩნევენ. იმასაც იხსენებენ, რომ უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო ამ ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოზარდი დაიღუპა. ფაქტი არის ერთი, რომ ვიზეც არ უნდა გაადაფორმდეს და როგორი ფორმითაც არ უნდა გაიყიდოს. ქართული ოცნების მმართველობის 13 წლის თავზე რიყის დოქები არის მიტოვებული ტერიტორია, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ახალგაზრდა ადამიანი და არის სიმბოლო ამ ქვეყანაში უპერსპექტიობის, ხედვის არქონის, კორუფციის და ამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის არსებობის. რიყის დოქები წლების წინ ძველი თბილისის ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უნდა გამხდარიყო. ოპონენტები სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობენ, რომლის მიზანიც სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება იყო. ეს არის უკანონო, ეს არის დანაშაულებრივი გზით
სახელმწიფოს ქონების მიტაცება, რომელზეც უნდა დაიწყოს გამოძიება და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი პროკურატურის საგამოძიებო უწყებების, მათ შორის ანტიკორუფციული მიერ, რომელიც ჩვენ გვექნება ხელისუფლების სრულების შემდეგ, ეს საკითხი იქნება გამოძიებული და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ისარგებლა სახელმწიფო ძალაუფლებით და სახელმწიფო რესურსებით ბოროტად და მიიტაცა ხალხის ქონება, სახელმწიფოს ქონება, იქნება უკაცრიელად დასჯილი. გიორგი ბარვენაშვილმა ფორმულად სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ქონების გაყიდვის მიზეზებზე პასუხი ვერც დავით ხიდაშელისგან მივიღეთ. საჯარიმო სანქციასა და სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაძლო ცვლილებებზე პასუხი ამ დრომდე არ მოუწოდებია ეკონომიკის სამინისტროს.